დღესაც არ დაესახო ადგილობრივი რა. მათ ეშინიათ რომ არა გამორიცხული რომ თუ მრევლი რეგულოთ ვერ შეიკრიბა ადგილზე, შეიძლება მოზიდული იყოს სხვა რაიონები და ეს მათი შეშფოთების საგანია და ჩვენი თქმაც არის რომ რაღაც თორმეტ შეიძლება რაღაც პერიოდი გავიდეს მართლა ახლა ამოდენიმე კვირა რომ მაგალითად თქვენ სასულიერო პირი მზადებით და ბუნებრივია როგორც ყველაფერი სასულიერო პირს უფლება აქვს ჩავიდეს საჭიროა თქვენზე არ ცელდება ასეთი თქვათ ასე ეჭვები მაგრამ რაღაცნაირად სასულიერო პირების გარდა ვინც გარანტირებულად რომელთა გარანტირებული რაოდენობას საშუალებას მისცემს რომ მოცვა შესულ რაღაც 4 კაცი ხო რომ ამაზე მეტი რაოდენობა რომ არ ხდებოდა დაწუნებულად თუ რაღაც შეთანხმებას იქნება მიღწეული რომ 4 კაცზე მეტი არ იქნება ჩამოსვლელი მაშინ დაწუნებულია მეც გიგავ გარანტიას რომ სოფელში სიტუაცია დამშვიდება და გავიდეს ამოდენიმე კვირა და მე ვნახოთ ამ 4 კაცს ჩამოსულს რამდენი ადგილობრივი მიემატება როცა ყველა ნახავს რომ სიმშვიდე და შეშვიდე დაესადგურე მეგონი რომ ნახავთ ბოლოს ვინ არის აქ ადგილზე და მე გარწმუნდი აქ ისეც ფიზიკურად არ არის ეს სოფელი ისე რომ ყოველ პარასკევს აქ ბათუმიდან თუმეტეს ბათუმიდან და რაღაც სხვადასხვა ქალაქებიდან მიაროს ხალხმა როგორც კი მიეცემა თქვენი ძალისხმევა და განსაკუთრებით ბატონი ირაკლის ძალისხმევით როგორც იმედი რომ მიეცემა ამ ხალხს აი ის საღამოს მოვლენა რო არ ყოფილიყო 28-ში მე დღეს აქ არ ვიქნებოდი იმიტომ რომ უკვე 4 ჩვენ საკითხს ვშევამთ ისე რომ არ უნდა ჩამოვიდეს და ვიღაცის გაღიზიანების ფაქტად აღიქმება ესა მე ვფიქრობ ესეც უფრო პრობლემას ქმნის იმიტომ რომ თუნდაც 2 კაცი ჩამოვიდეს რაღაც პრობლემატურ საფრთხეს ანუ უკაზე ლაპარაკი არა ჩვენ ვერ დავნიშნავთ ადამიანს რომ ვინ ჩამოვა ვინ არა ჩვენ მაგალითად თუნდაც ჩვენი არასამთავრობო თუნდაც სამღვთო სამმართველო და არც ერთი მუსლიმური ორგანიზაცია არ არის იმისკენ მოწოდებული რომ სამთაწყარო აქციას მეკათ და არ გამოდგება ეს მექა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს სტიმული იმისათვის, რომ შეასრულოს ლოცვა. ადგილობრივ მოსახლეობამ ფაქტურად ვერ შეძლო ლოცვა გასულ პარასკევს. რას ნიშნავს? მოვიდა ლოცვა შეძლეს მეერე მოხდა. ამას ვიძახი, მოვიდა ილოცა, მაგრამ თავს ისეთი უბედურება დაატონა, რომ დღეს კიდე ახლა მე იმ ოჯახიდან მოვდივარ, ეს ოჯახი თვითონ თლიანობაში შოკში არის. მიზეზად იმას თუ გავხდით, რომ ვიღაცა ჩამოდის და ამიტომ ეს ხალხი ესხმის, მე ვფიქრობ, არასწორი მიდგომა იქნება და უფრო ვერ მოვაგვარებ მე გეთანხმებით რომ კონსტიტუციით არავით არის შეზღუდვები არ არსებობს ჩამოსვლის. მაგრამ არსებობს ხდება კონფლიქტი. ჩვენ კონფლიქტის მოგვარების დროს ხდება ხოლმე ისეთი პოზიციების გამორიცხვა, რომელიც კონფლიქტს ყვებავს. ჩვენ იმდენად კონსტრუქციულები ვართ. თუ ხდება თუ არსებობს პოზიცია იმისა, რომ ვიღაცა ღიზიანდება, როცა მათი აზრით რაღაც გაკული რაოდენობა ხალხისა ჩამოდის, მოდით დროებით მაინც შევთანხმდეთ და ხდება ეს კონფლიქტი. ეს სიტუაცია გამორიცხოთ და ვნახოთ მე რა ხდება. ამ სიტუაციის გამორიცხვაში და გულისხმობთ ეს ვერ გავიგებთ. სიტუაციის გამორიცხვაში გულისხმობ იმას, რომ არ ჩამოვიდეს? არა. თქვით უკვე რომ 4-5 კაცი რა ჩამოვიდა. წინა პარასკევს ასე ჩამოვიდა, გასულ პარასკევს აქაც დაემატა და ასე ჩამოვიდა. პრობლემა თამაშია რომ მეორე, მაგალითად თქვენ ქვია წინა პარასკევს მოხდა რაღაც. რა მოხდა? იცის მხოლოდ იმან, ვინც აქ იყო. არც მე არ ვიყავი. არც თქვენ არ იყავით აქ. ანუ მე მაგ როგორც ერთი წება ინფორმაციისა, ისე მეორე წება ინფორმაციას ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ახლა სად არ ჭეშმარიტება? არ უნდა აღზრდათ რაღაცა საქმე სამოქალაქო სისხლისამას არ ვიცი და გამოძიება ჩატარდეს და მთელი ამბები და კიდე გამართულ სიტუაცია. აღძრულია ბატონო პარ. ან ეს ძალიან კარგია რომ მე არ ვიცი და თქვენ იცით. იმიტომ რომ ჩემს საქმეს არა, ვისაც ეხება იმათ უნდა აღძრან ეს ყველაფერი. ძალიან კარგი. ან უნდა ორივე ინფორმაციის წყარო მივიღო, როგორც კონფლიქტის შემადგენელი ნაწილი. ამაში ლაპარაკი. თუ ეს ასეა, მაშინ მე არც ეს ვენდობი და არც მეორეს არ ვენდობი. გარდა ჩემი თავისა. ანუ მაშინ მე უნდა დავსახლდე აქა და მე უნდა უყურო ყველაფერი რა ხდება. ანუ ერთ-ერთი გამოსავალი სიტყვაზე არის რომ მაგალითად იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არიან, შეიძლება ჩამოვიდნენ და აქ იყვნენ რომ მაგალითად 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი, შაბათი და ნახონ რეალურად რა ხდება. ასე დროს საჭიროა რაღაც ვერასულებს ადგილობრივი მოსახლეობა. თავარი ერთი, მეორე თავარია. მეორეჯერ ჩამოვიდა ჯერ ადგილობრივი არ მოსულა არც ერთი. როცა პოლიცია აქაა, როცა დარწმუნებული უშიშროება აქ არის, როცა ყველა აქაა, მინისტრი აქ არის, გამგეობა აქაა, ყველა აქაა. ამ დროს არც ერთი ადგილობრივი არ გამოდის. როცა აქ არა ვართ, მაშინ გამოდიან. ერთხელ გამოვიდნენ, სწორედ ამაშია. ამიტომ მე ვესაუბრე ახლა ბატონ სურაკი, ბატონი მალხაზიც იგზავნდებოდა, ჩვენ ვისაუბრეთ. ერთადერთი ის იყო, რომ როცა თქვენ ჩამოვბრძანდეთ, ამ ადამიანებს მიეცა სტიმული. და თქვენს რომ ეს საქმე არის მოგვარებული, მაგრამ გარკვეულწილად ეჭვის რაღაც იმაში არსებობდნენ.
პირველ პარასკევს თქვენ შემდეგ არ მოვიდნენ ეს ადამიანები და ვერ შეასრულეს ლოცვა. მაგრამ იმ პარასკევს ჩამოსვლების მიმართ რომ არ იყო აგრესია, დარწმუნდნენ ეს ადამიანები რომ ჩვენ როცა ჩამოვიდეთ, მოგვარდა ეს სიტუაცია და აღარ არის აგრესია. გამოვიდნენ ეს ადამიანები სამლოცველო. მაგრამ ამ ადამიანებმა ისევ დაინახეს უარესი აგრესია, ოჯახში მიუვარდნენ და ხო, ამაზე თქვენ ლაპარაკობთ კატეგორიულ ტონში, რაც ალბათ გაქვთ საფუძველი ამის ლაპარაკისა. მე ასე კატეგორიულად ვერ ვიტყოდი მიუვარდნენ თუ არა ოჯახში, იმიტომ რომ სხვადასხვა ინფორმაცია.